დღის განმავლობაში მიმდინარე ყველა ახალი ამბავი ერთ გამოშვებაში. საინფორმაციო გამოშვება ექსპრესი. რადიო 24-ის ეთერში. საინფორმაციო გამოშვება. ეთერშია რადიო 24-ის საინფორმაციო გამოშვება. ახალ ამბებს გიორგი ლაღიძე გაგაცნობთ. გაეროში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ლომაია თანამდებობიდან მიდის. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით ლომაიას გადაწყვეტილების შესახებ მას ინფორმაცია საგარეო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ მიაწოდა. მინისტრის თქმით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველა ხელმძღვანელი მუშაობას ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხდომა ხვალ გაიმართება, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვინაობაც გახდება ცნობილი. ქართული ოცნების ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატის და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს ხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატურა განიხილება. პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი, ბანკი ქართულს აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხავაზი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეატრულოკიანმა მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელოვას თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, მათი ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე თეატრულოკიანმა მიხეილ სააკაშვილს არჩილ კბილაშვილის კანდიდატურა წარუდგინა და მთავარი პროკურორის პოსტზე მისი დამტკიცება მოსთხოვა. ევროპარლამენტში საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. დებატების დროს მოხსენებით ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე გამოვიდა. როგორც ფულემ განაცხადა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილების სწავლაა საჭირო და ისინი დიდი ინტერესით ელოდებიან ეუთოს საბოლოო დასკვნას. მისი თქმით, ის ეთანხმება ევროპარლამენტარის მარტინ შულცის შეფასებას, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და დემოკრატიული, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ მიდის. არ უნდა დაგვაუწყდეს მთავარი საკითხების შეკრების თავისუფლება, მედიის ხელმისაწვდომობა, კამპანიის დაფინანსება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამ საკითხებზე კვლავაც ფხიზლად უნდა ვიყოთ. მე მოხარული ვარ, რომ ევროკავშირს ჰქონდა საშუალება წვლილი შეეტანა ამ არჩევნების ხარისხენობაში მედია მონიტორინგით, ხმების პარალელური დათვლით და სხვა ფორმებით, განაცხადა შტეფან ფულემ. სასამართლო ხელისუფლება მომავალ წლისთვისაც 2 მილიონიან ბიუჯეტს და მოსამართლეთა საპენსიო სისტემის გაუმჯობესებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხებს მოსამართლეთა რიგით მე-9 კონფერენციაზე განიხილავენ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. კონფერენციის დღის წესრიგზე ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ესაუბრა. ჩვენ დღევანდელ კონფერენციაზე 2 საკითხი გვაქვს გამოტანილი. პირველი, მომავალი წლის ბიუჯეტი შეეხება და 2013 წლისთვისაც ზუსტად იგივე ბიუჯეტს ვითხოვთ. ეს ფინანსური დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს კანონში არის ნორმა, რომლის მიხედვითაც არც ერთ სახელმწიფო ორგანოს, არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტს არ შეუძლია სასამართლო სისტემის ბიუჯეტის შემცირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე ჩვენ ვითხოვთ 10%-იან მატებას თანამშრომლების და მოსამართლეების ხელფასებზე. საერთო ჯამში საუბარია დაახლოებით 2 მილიონ ლარზე, განმარტა კუბლაშვილმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა გოგა გრიგალაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განაცხადა, გრიგალაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან წავიდა. გოგა გრიგალაშვილი საპატრულო პოლიციის შექმნიდან თბილისის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა, შემდეგ ის საქართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2005 წელს საპატრულო პოლიციის წარმატებული მუშაობის ერთი წლის თავზე გოგა გრიგალაშვილი ოროთახიანი ბინით დააჯილდოვა. სხვა თანამშრომლებს კი ავტომანქანები გადაეცათ სამჩუქრად.
რუსთავის თეატრის მსახიობები ქვემო ქართლის გუბერნატორს დავით კირკიტაძის და თეატრის მმართველების პოლიტიკური ნიშნის სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. ამასთან დაკავშირებით რუსთავის თეატრის გათავისუფლებულმა მსახიობებმა და უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბჟავანაძემ პრესკონფერენცია გამართეს. მსახიობების თქმით, გათავისუფლების მოტივი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება და პროფესიონალიზმი იყო. მათი განმარტებით, თეატრის ხელმძღვანელმა ლაშა ნოზაძემ დავით კირკიტაძის მფარველობით და თანადგომით თეატრიდან გაათავისუფლა 11 მსახიობი, რომელთაგან 2 ნერვიულობის ნიადაგზე დაიცოლა. ვინაიდან ჩვენი პოლიტიკური და პროფესიონალური შეხედულებები არ დაემთხვა დავით კირკიტაძის და ლაშა ნოზაძის შეხედულებებს, ჩვენ გაგვათავისუფლებას მოვითხოვთ, რომ დაგაუბრუნონ თეატრი, აღნიშნა ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა მსახიობმა ლარისა ხაჭაპურიძემ. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში დაახლოებით 113 მილიონი ლარის დეფიციტია. მის შესახებ განცხადება ახლად დანიშნულმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, მას სამინისტროში მემკვიდრეობით დახვდა გარკვეული პრობლემური საკითხები და პირველ რიგში ეს ბიუჯეტს ეხება. მინისტრის თქმით, არსებული საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრვის საკითხი მის სამუშაო ჯგუფში უკვე არსებობს მოსაზრებები და ამ გეგმებს ორშაბათს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გააცნობს. ამასთან ალასანიამ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში თავდაცვის სფეროში ბევრი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის რიგი იყო წარმატებული, რიგიც არუმატებელი. მისი მიზანი კი ის იქნება, რომ სამომავლო საქმიანობა მთლიანად წარმატებაზე იყოს დაფუძნებული. გამოშვების ბოლოს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია რუსთავის თეატრთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბოლო პერიოდში არაერთი ბრალდება თუ არასასიამოვნო ინფორმაცია გაჟღერდა რუსთავის თეატრის შესახებ. ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს საზოგადოებამ იცოდეს იმ სამუშაოების და პროექტების შესახებ, რომელიც მხარის და ქალაქის ხელმძღვანელობამ რუსთავის თეატრის ასაღორძინებლად ჩაატარა. მოგახსენებთ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში თეატრის დაფინანსება ორჯერ გაიზარდა. გამოიყო დაახლოებით მილიონი ლარი იმისთვის, რომ თეატრის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულიყო. ქვემო ქართლის ადმინისტრაცია არ ჩარეულა არც დასის შემადგენლობის დაკომპლექტების და არც სპექტაკლების დადგმის პროცესში. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ მზადყოფნას თეატრისთვის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიგვიღო. თუ დღეს და ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციები არ არის პოლიტიკურად მართული, მზად ვართ კულტურის ახალ მინისტრთან ერთად გადავწყვეტოთ ყველა ის პრობლემა, რაც რუსთავის თეატრის დასთა დირექციას მნიშვნელოვნად მიაჩნია. ყველა დაინტერესებულ მხარეს საკითხის განსახილველად ორშაბათს 29 ოქტომბერს 12 საათზე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შეუძლია მობრძანდეს. აღნიშნულია განცხადებაში. რუსთავის თეატრის მსახიობები თეატრში პრობლემების შექმნაში ზუმბას, ნიას დიასამიძეს და დავით კირკიტაძეს ადანაშაულებენ. აღნიშნულ საკითხზე დღეს მსახიობები პრესკონფერენციასაც მართავენ. თქვენ უსმენთ რადიო 24-ის ახალ ამბებს. პირდაპირ ეთერი 22 საათზე განახლდება. ჩვენ დროებით გემშვიდობებით. დღის განმავლობაში მიმდინარე ყველა ახალი ამბავი ერთ გამოშვებაში. საინფორმაციო გამოშვება ექსპრესი. რადიო 24-ის ეთერში.